რაღაცა მინდა გთხოვ. გისმენ. სალონში უნდა დაბრუნდე. რატო ვერ მოხდა 10 კაცში? ჩვენც ეგ გაგუკვირდა. მე ხომ თხოვენ რომ ერთ-ერთი სტუდენტი გაცვლით პროგრამით გავაგზავნო და რატისთან მინდა დავაპარაკებოდ. მართლა? ხო, მართლა და დაურეკეთ და უთხრეთ რომ საქმე მაქვს ასწრაფოდ, კარგი? ხო, ვიტყვით უიჭველი. თან ბოლოს ისეთი მაგარი სტატია არ დამიბეჭდა, ისეთი მაგარი სტატია, თათია, რაღა გამაჩერებდა იქ მართლა რა. მათ ჩვენ ერთი გეხვეწები რა არის ეს სტატია ამისთანა. ლეპტოპი გააქვს აქ? ხვალისთვის ძალიან დიდი შეგვეთა ავიღე და საჭირო რომ 1-2 კაცი დარჩეთ. ამაღამ. მოახერხებთ ვინმე? გამარჯობა გოგოებო. ვიკა. კოცა ვიცი როგორ მინერვიულია? რატო გასუხობ ტელეფონს? მოკვდე ჩემთან ერთის. რა ვიცი რა? რა ვიცი გოგო რა რამდენი გირეკე გავიგდი. ხო, არ ყავთ კლიენტი არავინ? არა. დასხედით. ვაიმე. რა? არაფერი. ერთ მშვენიერ დღეს რა გავიღვიძე, აი მივხვდი რომ ძალიან დაღლილი ვიყავი, გადამწვარი და რუსუდანს ვთხოვე რომ რამოდენიმე დღით გამათავისუფლო მეთქი. და რა ვქენი მე დაისვენე? ო. გოგოებთან ერთად ვიყავი. აგარაკზე. ხო, ისეთი სიჩუმე იყო, სიმწვანე, ძალიან კარგი იყო, ბევრი ვიჭორავეთ. ცოტა ღვინოც მოვწრუპეთ. და ვიფიქრე რომ ბარემ თუ დასვენება იყოს თქო და ტელეფონსაც აღარ ვპასუხობდი. შუკლი ვინერვიულად. ვერ გაგვი რუსუდანმა რატო არ გუთხრა შობულებაში თუ იყო? რა ვიცი. ხა გამოსულიყო და გამოეცხადებინა. მე მკითხე და არ ვიცი. ხო, ახლა მე ეს სოლარიუმის გოგოები ატყდებოდნენ რომ ჩვენც გვინდა ის ვაჟბატონოს და ვიღაცას ხონდა ემუშავა არა სალონში. უნდა, თქვენ როგორ ხართ? რა ვიცი. რა ქენი შენ ბინაზე, ელენე? აუ, ვერაფერი ვერ ვქენი რა, $400 ნაკლებად ვერსად ვერ ვიშოვე. შენება რამდენად ქონდა? არ ვიცი, ნუ 200-ად. შენ და ვინმესთან ერთად რომ იქირავ და გაიყო ბინის ქირა არ გინდა? ვისთან ერთად უნდა ვიქირავ? არავის არ ვიცნობ, ვისაც ბინის ქირავება უნდა. ზაზასთან ერთად ხო არ ვიქირავებ. გამარჯობა, იექტალია. კი, ახლა დაჭიქდე მომდივარ, კაი. ელენე. ბატონო. შეხო ახლა გცალია? კი. მოდი ერთი წუთი. იცი რა, რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო და მოდი რა რუსუდანის კაბინეტში გავიდეთ. ძალიან მადლობა. აი, და. სოფო მოდი.
რა ვიცი, აბა დიას აკვიანდება და მის პაციენტის ისტორიებს ვკითხულობ. აუ, ძალიან დავიღალე რა. ნუ მართალია ჯერ ოფიციალურად არ ვარ გაფორმებული, მაგრამ ფაქტიურად დიტოს მოადგილე ვარ და აი იმდენი საქმეა, რომ მოკლედ რა. ის გადაგზავნე, ის გადმოგზავნე, იმას შეუთანხმდი. აი ძალიან რთულია მართლა. ხო, რთულია. ძალიან ვიღლები, მაგრამ რაღაც პენჩი მომწონს რა. ავარ გინდა ყავდალიოთ. ახლა ძალიან ბევრი საქმე მაქვს სოფო. აი ბუფეტში კი არა, აქ დავლიოთ, ნუ. აქ თუ გინდა კი ბატონო. სხვა რა ხდება მომიყევი. რა შეიძლება ის დიტოს ყოფილი მოადგილე. კარგი რა სოფო, რა დაგემართა? რა დამემართა, იცი რომ ხდება ნორმალურად არც კი მესაუნება. ნუ არა უშავს. გადაგივლით ორივეს. ხო დიტო. კი, რა თქმა უნდა. კარგი მოვდივარ. გამოდივარ. კაი, უნდა წავიდე მე. ხო. ნუ მე დავლიოთ. კაი, წავიდე. სოფო! სოფო! ჟინვალი? ხო რა, შენ ხო ხარ თბილისელი. არა, მაგრამ ხო. ჟინვალელი ვარ. ხო, რა მოხდა მერე? არაფერი. რა უნდა მოხდეს? ხო. ყველა ძალიან იმის ბრცხენია ამ დახანს რომ ვიტყუებოდი რა, მაგრამ ცი რა, ვისაც რა უნდა ის თქვას, არ მაინტერესებს. რუსტანმა გაიგო უკვე. რუსტანმა? რა უნდა? არაფერი რა უნდა ეთქვა. არა, არც არაფერი რა. არც მე ვარ თბილისელი. სულელურად მომივიდა რა, ვიფიქრე რომ თუ თბილისელი არ ვიქნებოდი, აქ ვერ დავიწყებდი მუშაობას. ხოიც როგორც ხდება მე რა. ერთხელ რო იტყვით ყვილს, მე სიმართლეს ვეღარ ამბობ. არა უშავს. ეხლა ხო თქვი. ხო. ელინე. რაღაც მინდა რომ გითხრა. აბა? რა ვიფიქრე იცი? ერთად ხო არ ვიქირავთ ბინათქო. რა? ხო. მართლა? ხო რა. შეხვედრე ბინის დაქირავებას. ხო? ხო. მეც მინდა, მაგრამ აქ ძალიან ძვირი ღირს, თან აღარ შემიძლია რა ამ ჟინვალიდან სიარული. ცი რა, აი მაგალითად ქირა რო გაგვეყო ორად. 200 ლარი შენ დადე, 200 ლარს მე დადე. ნუ თუ წინააღმდეგი არ ხარ. არა, რა წინააღმდეგი პირიქით ძალიან მაგარია. მართლა? მართლა. თანახმად ხარ. კი, აბა რა. ძალიან კაი. კარგია. წამდი ხა საქმეს მივხედოთ. ხო, კაი. მაგარია. გეუბნები პირველივე გვერდზე ეწერა. ნუნუდეი და აზა და ლია. ჩემი თვალით ვნახე კეთილი. გამაგიჟება, ლია სამსახურიდან ვინ გაუშვებს? ნუ გაუშვებენ თუ რას იზამენ არ ვიცი, მაგრამ გეუბნები რომ ეწერა. სულ გაგიჟნა ხო ეგენი? ის კაი დეგენერატია, მაგრამ სოფოს რა მოუვიდა? ახლა სოფო რა შვაშია ახლა. რა და უთხრას რავე? არა გადავაფიქრებინოს? თუნდაც. არ ვიცი, აი. წარმოდგენა არ მაქვს თვითონ რატო აკეთებს ამას, მაგრამ ფაქტია რომ შეცდომას უშვებს. მართალი ხარ. ლია სამსახურიდან გაშვება იქნება ახლა. უნდა დავალაპარაკოთ. დიტოს? არა, რა დიტოს, მე რო ეგუთხრა, ეხლავე გაუშვებს. აბა მე საერთოდ არ მომისმენს. სოფოს უნდა დავალაპარაკოთ.
კი, აუცილებლად და. კიდე მე და ველაპარაკები მარტო. არა, მე. რო არ მოგისმინოს? მე რატო არ უნდა მომისმინოს? აუ, მაჩხუპრები რო ხართ. მე რა, ჩემი და სოფოს ურთიერთობა არაფერ შუაშია აქ. ლიას ეხება საქმე. მაგიც მართალია. უკლებ დღესო უნდა დაველაპარაკო რა. მე ძალიან მიტყდება შემოსვლა რა. კაისალი რა გიტყდება რა. ვაფშე არ წამიკითხავს არც ერთხელ. მე გვაქვს და წავიკითხავ მამაყო და მომისმინე. ოღონდ ვერ სწავლობ რა. კი რა მოხდება ერთ ლექცია რო გავაცდინა. როგორც გინდა. აშვებით გოგოებო. დავაჩი ლექცია გვაქვს და სალი არ შემოდის. რატო? იმიტომ რომ არ ვიცი. არ წავკითხავს და არ უნდა. აი რამე სვეგრი არ დავდივარ. ხოდი შენ არ გიტყდება და მე მიტყდება. კაი და აი კიდე რა მოხდა ახლა ლექცია. ვირატი არ გინახავთ? თელ დღე ლევანი ეწევს. ვიჩ ლევანთან არ ყოფილა ბიჭო? არა, ლევანი რამდენჯერაც შემხვდა, იმდენჯერ მკითხა რატი სად არიან. მეც და არიცით სად არის? არა, ბიჭი, დაურეკე რა. ვურეკავთ მთელი დღეა და გათიშული აქვს ტელეფონი. კარს დავუადგეთ ბაიძე და წამოვათრიოთ რა. წამოეხავი მაშინ. მე არც თქვენ არ შემოდიხართ? ვიცი. წავიდით. ისე кайფე რატის გამო ვასდენთ ლექციას, ბიჭო. წავიდით. ხო, ეს არ მგონია, მაგრამ ხვალ შეიძლება. კაი დაგირეკავ მე. სალაპარაკო მაქვს შენთან. გისმენ. აქ არა, ჩემთან შევიდეთ კაბინეტში. ჩქარა მითხარი, ამდენი დრო არ მაქვს. დაწყმარდი და მომისმინე. ასაგებია რომ შეიძლება ჩვენ შორის რაღაც მოხდა, მაგრამ რაღაც? შენ მაგას რაღაცას ეძახი? მაგაზე არ გელაპარაკები. აბა რაზე მელაპარაკები? ლიაზე. გავიგე რომ შემცირებების სიაში მოხდა. შენ საიდან არიგე? რა მნიშვნელობა აქვს? ჩემთვის აქვს მნიშვნელობა. ბაიასთან დაგჭა საბუთები და ნახა. რა? სხვის საბუთებში რატო იქექები? დაწყნარდი სოფო. თქვენ სულ გააფრინეთ, ხო რა ეფსაკეთებ, საერთოდ ხვდები? დამშვიდი და მომისმინე ახლა. გეუბნები რომ ლია არ იმსახურებს მაქსიაში ყოფნას. ხო და მიბრძანდი ახლა იმ შენს დიტოსთან და ამოაღებინა სიიდან. მე არაფერ შუაში არ ვარ მაქსიებთან და როგორ ამოვაღებინა? თავს ნუიშტერებ რა. მიდი და დაელაპარაკე. ამდენი წელია ლია აქ მუშაობს, ყველაზე სტაჟიანი თანამშრომელია და ჩვენი მეგობარია სხვათა შორის. მე მართლა არაფერ შუაში არ ვარ მაქსიებთან დაკავშირებით. ვიცი. მაგრამ წარმოიდგინე ლიას რა დაემართება ამას რო გაიგებს. თან ყველაზე დიდი უსამართლობა ის არის რომ არ იმსახურებს. მიდი და შეაგნებინე დიტოს. კარგი ვეცდები. ძალიან კარგი. სად არის შენ ქმარი ამ დახეს? რავი რაღაც საყიდლებზეა გასული. ეს საყიდლებზე. გერმანიისთვის ყიდულობს ალბათ რაღაცებს. რა გერმანიისთვის გოგო? მოიცა შენც არ უთქვამს? როდის იყო მე მითანხმდებოდა საწავა და საწამოვა? ხო, გერმანიაში მედის პარასკევს ბილეთი აქვს ნაყიდი. თქვენ ნორმალურები ხარ? რა იყო ლეილა? არა, ამ ოჯახში ყველაზე გვიან მე უნდა ვიგებდე ყველაფერს. აი მეც გუშინ მითხრა რა მოხდა ახლა. მე ჩემთვის არ უნდა გეთქვა? და საერთოდ რა ჯანდაბა უნდა იმ გერმანიაში? ბახას უნდა მიეხმაროს. ხო, მიეხმაროს. აქ ნატურის გამოცვლაში არ მეხმარება და გერმანიაში უნდა მიეხმაროს ბახას. აი ხა ამ წასვლის წინ არაფერი უთხრა და არაუშვა. არაფერს არ ვეუბნები, ჩემთვის ძივარ ჩუმად. რა ხდება? წყალი საიდან იკეთება? რა წყალი? სადარბაზოში წყალი საიდან იკეთება? რა ხდება? მილი გასკდა, წყალს ვეღარ ვაჩერებ. რა მილი გასკდა? აი ლეილა მე გაჩვენებ წამო. მოიცა ერთი წუთი დამალოდეთ მე წამოვალ.
შეეშე კომპიუტერს რა. ეს მის? აი დაყურდა ეს. წავედი მე რა. სად წახვედი ბიჭო? რა საქმე მაგ და მოვა. ვიცი, ახლა რა გაქვს საქმე და სხვაგან გაქვს საქმე. ხო რაღაც საქმე მაგ რა არ გჭირდებით მე რა დაუჩემოთ მოაყოლა. და ის მოიძვით ხერ სად მიდი. არაფერი ისეთი და რა საქმე. და არაფერი ისეთის გამომიდი. აუ მოვაყო და მოვა რა. კაი, გაანებით. და მალე მოხვალ? აუ დაგიგებავ რა. აი მინდარი. აგრა გაუბერა. აი დაიგიდე რა. შარი, სამასკელი მოდი. ეს ალთები გადაანაწილე რა ერთი იქით. აბა, მზად ვარ. არ მოვიდნენ ბებიები და ბაბუები. ერთი ნახევარი საათის წინ უნდა მოსულიყვნენ და არ მოსულან. აი საცობებია ქალაქში მოულენ აბა საცობი. რამდენი ხანი რა ვერ გამოაღწიეს მე საცობები. აულ გავხედავ. სულ ეგრე ნერვიულობს რა. კარგი და არა ანერვიულებს. მაგისნაირი მენეჯერი ჯერ არ მინახავს. სულ ყველაფერი უნდა რომ იდეალურად გამოუვიდეს. აუ შენ ჩემი წინა მენეჯერი უნდა გენახა. ძალიან ცუდი მენეჯერი იყო. ეს მომთხოვნია, მაგრამ სამაგეროდ სამართლიანი. ო, ეგრეა. მოვიდნენ. წავედინე პოსტზე. მოგძანდი. აი აქ დავძანდი. თქვენ აქეთ მოგძანდი. არა, ხო? ამამისმა დილით წავიდა უნივერსიტეტში და იმდენი კითხვა დამისვა, რომ აი ტვინი მოტყნა. არ მოსულა რაც ის მეკითხება. ბიჭო, შენ რა უთხარი? ავი რა უნდა მეთქვა შეჩმო, ხო ვეთყოდი არ მოსულა მეთქი. მეთქი რაღაცა მაინტერესებდა თქო რა. დაგიჭერა? ავიცი შეჩემო. ამეთ რატო უნდა დაეჯერებო? ავიცი. ბიჭო, ელაპარაკე მწონეს? ურეკავ მთელი დღეა და არ მპასუხობს. უმიდი რა დაურეკე რა, მანდ იქნება სხვაგან სამბოლოს სულება შეჩემო. არიღებს. წვანი როგორ ხარ? ვაკო ვარტო. ავი ნიჩივო, მისმინე რა უნდა კითხო? რატი ხო არ გამოჩენილა დღეს? კაი, хорошо. კი, და просто უნივერსიტეტშიც არ ყოფილა და გამიკვირდა მეთქი შენთან ხო არ არის თქო რა. хорошо, ჯიგარი ხარ, დავაი. ჯანდაბაში. ვაზე არ ვარ ზღვა. ამორა უნივერსიტეტში აქ ხვალ ვიდგები ცირები. არ უნდა წავა. ხო, თათი რა შვები? რავი, შერაშვები. რავი, მეც არაფერს აინტერესებს. მოკლედ რაღაც უნდა გითხრა და გეხვეწები არ მეჩხუბო რა. რა მოხდა? წავიკითხე შენი სტატია და ძალიან მომეწონა. მართლა? ძალიან კაი. რატო უნდა გეჩხუბო? მოკლედ ვერ მოვითვინე და ჩემ ბლოგზე დავდე. შენ ხო არ გაგიშდი? კაი, რა ხო გითხარი არ მეჩხუბო თქო. და რა რომ მეუბნები ახლა რომ არ ვიჩხუბო რა, არ უნდა გეჩხუბო ესე იგი? ჩემი ნებართვის გარეშე რატო გააკეთე? კაი, თუ მომისმენ გეტყვი. ხო, კაი, გისმენ. სად ხარ ახლა? გარეთ ხარ? ხო, მერე? მოკლედ შედი ტელეფონი ჩემ ბლოგზე და ნახე რა ხდება. და რა ხდება? შედი და მერე დამირეკე. კაი, დაიცადე. მაროჩი, სად დაიშე მისათო, ბას გაფიცა. ვაზე არ ვარ ძმაო, რა ტიპს როგორ უნდა და წასვლა და ესე არ დაიკიდებდა შანსი არ არის, რაღაცა მოხდა რა. აი რა უნდა მომხდარიყო. რა ვიცი. წვანესთან დარეკეთ?
და არავი. არა ვიჭველი მაგარი. და მოგვატყუა მწვანე? ხო, რა შეიძლება ამან უთხრა რომ არ თქვაო რა. მაშინ წამო და დაუადგით, აბა რა ვქნა. წამო, მარა იქაც რო არ იყოს, მე აი აზზე არ ვარ საუნდა იყოს, წარმოდგენა არ მაქვს. კაი რა, ცოტა ხანში წადით. არა რა ცოტა ხანში ის გაგიჟდება თავს მოიგლავს. რაღაცა. გაიღეთე და მიხვდე. გაიჩით. ეშვებით. მე რა შვები ჩემი. შენს რა შვები სათხარ ვაფშე გეძებთელი დღეა ბიჭო. ყველასთან დავრეკე ვაფშე სათხარ. სად ვარ დაკარგული უნივერსიტეტში ვიყავი ლევანი ვნახე და ვილაპარაკეთ რაღაცას. ქიჟი ბიჭო. და ტელეფონი რატო გაკეთე? მოვიდა რაღაც რა იყო. ხო გითხარი რაღაცას გაგიჩალიჩებ თქო. ძალიან მაგარი რაღაცა გამოჩა. რა არა? ო, აბა. იცი რა სახეებით გეწევთ? რა სახეებით? ძალიან შეშინებული. დებილე. 3400-ში არის, აქვს? ხო ძალიან მაგარია. ჩემ არც ერთ სტატიას ამდენი ნახვა არ ქონია რა. არა გეუბნები კი არ მოგპარე, საერთოდ ავტორი არ მემითითები. აი რა მაგარია. ძალიან მაგარია, მთელი Facebook-ი ამაზე ლაპარაკობს. აუ ნეტა იმ დეგენერატმა გიამ თუ ნახა რა. ნახავდა აბა რა სიზამდა. მოკლედ გვანც, რაც შეიძლება მეტი ესეთი სტატიები გვჭირდება რა. ახალი ბლოგი უნდა გავაკეთოთ. რა ბლოგი? ხო, დედას უტირებ სხვა სააგენტოებს. კაი, არ ვიცი, დაგირეკავ რა ცოტა ხანში. კაი. კარგი. გამაგებინე მე რა სიზა. აბა, მითხარი ხარ ახლა. მოკლედ ესეთი ამბავია. ამ მეორე ბრიგადის მანქანებს დაუფუძნათ ეს რესორები და პადუშკები. მე? ხო და ზოგან მოაწერა ხელი რაღაც ხელშეკრულებას, სადაც ლაპარაკია დაახლოებით $12,500-ზე რა. რა პრობლემაა? პრობლემა ისაა, რომ ფული აღარ დაგჭა ბიუჯეტში. არც ტრანსპორტირების ფული არ გვაქვს და არც სხვა ხარჯებიც. მალე? ისე მაგმანქანებს ხშირად უბუჭდებათ ხოლმე ეგ ნაწილები და სულ შესაძლებელია. მაგრამ მაგრად გავიწეწეთ რა. ну გასაგებია, მაგრამ ხა მაგას მაინც ვერ არიდებდით მაგ ხარჯებს თავს. და აბა რა უნდა გვიქნა? თქვენი ერთადერთი შეცდომა რა არის? ერთად არ უნდა გადაგეხადათ, ნელ-ნელა უნდა გაგეკეთებინათ. ნელ-ნელა ეგ როგორ? აი როგორ და ბრიგადაში 10 მანქანა. აი ჯერ 5-ზე მუშაობ. ახლა მართალია ცოტა მუშაობას კი შეაფერხებდა, მაგრამ სამაგეროდ 0-ზე არ დაждდებოდით. რა ვიცი ამ შესყიდვების მენეჯერმა რო შემოიტანეთ ფურცელი, ჩვენც მოვაწერეთ ხელი ეგრევე რა. მაგათ ესე ურჩევნიათ რა თავიდან გაყიდონ ყველაფერი და მოიშორო. კარგი მაგათ მე დაველაპარაკებ. და ხო არ გავაფუჭეთ რა. არც არ ხედა. და იმ ტრანსპორტირების ფულზე რა ვქნით? მე გადმოგერიცხავთ და მე ნელ-ნელა დააბრუნებთ. და როდის იქნება ეგ? დღეს რა დაველაპარაკები რა? შენ თავარია საქმის მიხედავით. აი გავუმოში. ხო, ბიჭებით გააფრთხილე და აუხსენე ყველაფერი. კარგი. ახო 15,000-ია გადმოსარიცხი გიორგისთვის. ხო და გაარკვია მე რა ყველაფერი. კარგი.
ნენეს შემიძლია. აუ, დღეს რამდენი კლიენტი იყო, ძალიან დავიყარა. რა კაია, პოტრონის გარეთ. გამარჯობათ გოგონებო. რა ხარ? კარგად, თქვენ? კარგად, მადლობა. ძალიან კარგი. ნა, წავიდეთ. ხო, მაგრამ ვიკაც ჩვენთან ერთად მოდის. ვიკა? ხო, ერთად ვაპირებთ მე და ვიკა ბინის ქირაობას. შენც ბინის ქირაობა გინდა? და ერთად? ვა, რა მაგარია. კაი, წავიდეთ მაშინ. ია, წამოდი შენც და წაგიყვანს, არ შევხვდებით. არა, მადლობა, მე სხვა მხარეს მივიდივარ და არ ვიგრძელებ. არა, გაგვიგზელებ წამო რა პრობლემა. მადლობა, მართლა არა, შევია დაგჭერი მიხედავ. აი, როგორც. კაი, წავიდეთ. ია. მოკლედ გავედი ხლა მე და მიხედავ ხო აქ ევროპას. ხარაფერი გჭირდა. არა, წადი შენ. რა. აუ მაგიდა დამესვარა და გაწმინდა რა გეხვეწები რა. ეს რა დაგვემართა ლეილა? ამ ფულს ძლივს ვიხდიდი და ეხლა კიდე ეს მილის გახეთვა მაკლდა რა. იდიოტი რა დღეში ჩაგაგდოთ. რა მოხდა ხალხო, გამაგებინეთ. რა მოხდა და გასკდა მილი და ჩარეცხა მთელი ოთახი. ეგ მითხრა ნანა, მაგრამ როგორ? როგორ და იმ გუჯამ მოათრია ვიღაცა იდიოტი ამ კედლის მოსანგრევად. მერე იმან რითაც ანგრევდა იმ კედელს გააქანა და პირდაპირ იმ მილში თხლიშა. სანამ წყალი არ გადავკეტე დალპა იქაურობა. მოკლედ რა. ვამბობდი არ გვინდა ეს გუჯა თქო. ეხლა უფრო ძვირი დაჯდება ყველაფერი. რა შუაშია დედა გუჯა? რა შუაშია დედა? აბა მე მოვიყვანე ის ვიღაც. აღარ ვიცი რა გავაკეთო, რა ვქნა. კაი ნანა რაღაცას მოვიფიქრე. რას მოვიფიქრებთ ლეილა? რა უნდა მოვიფიქრო? არაფერს არ მოვიფიქრებთ. მივცემთ იმ კაც ფულს და ამით დამთავრდება ყველაფერი. ხო. ალბათ ესე აჯობებს. აღარ ვიცი რა აჯობებს და რა არა. ფული დავზოგოთო ვიღაც მოვიყვანეთ და ეხლა ორმა გიჯდება მეტი თუ არა. მიდი ქედი წნევის აპარატი მოიტანე. მე არ მინდა დეშენს გაუსინჯა. ნანა. ძალიან მოიტანს ეხლა ამდენ ფულს. ცოდოა ეს გოგო. რას ერთობიან? სხედან და საუბრობენ. რატო არ შეგვავე? მე რა ვიცი. მოიცა ერთი წუთი. რა მოიფიქრა ახლა ამან? მე ვიცი. ვიცი ამ ჩართო მუსიკა ეხა ნახე. დე. გამოდამეხარე რა. მიდი კაპიტანი. გალბატონო, უკაცრავად. თუ შეიძლება ვიცეკოთ რა. დიახ თქვენ. დიახ, ხო, რა. მოდი, ყველამ ვიცეკოთ რა. ყველამ ერთად. მოდი დავდგეთ და ვიცეკოთ რა. ხო, ნახე. ხო. დიახ, მოდი რა. შეგვალ ყველა. ხო, რაღაც აღჭარდა. სამაჯურს ეძე. ხო? მე ავიღე. აქ სულ რაღაცები იკარგება, ვიფიქრე, ვინმე მხელი არ მოკიდოს მეთქი და უჯრაში ჩავდე. აი, მადლობთ. რისი მადლობა შვილი. კარგით მე გავედი, ხო? კარგი. მადლობთ დეიდა.
ხო ლევან? როგორ ხარ ნინო? კარგად ლევან, შენ? მეც კარგად. როგორ არის დედა? უკეთესად. იცი რა მეკითხა, ხვალ ხვდებით უბრალოდ საბას ვერ ტოვებ ვერსა და თან ლექციებიც არ მაქვს და შენ რომ მოხვიდე ჩემთან ხო არ იქნება პრობლემა? არა ლევან, რა პრობლემაა? მოვა. ძალიან კარგი, მაშინ გელოდები. ხვალამდე. ერთი წუთით ბატონებო, ერთი წუთით. მოკლედ ჩვენაციური, ჩვენი 37 წლიანი მეგობრობა 127 წლიანში გადაზრდილი იყოს. ახლა კი სიურპრიზი მეგობრებო. დედა სუდად ხო არა ხარ? სუდად ხარ? რა კითხავთ მოცილ რა არის? სუდად ხომ არა ხარ? ხალი მოიტანეთ. სასწრაფოში დაარეკეთ როზა. როგორ ახლა სუდად ხარ? სასწრაფოში დაარეკეთ, სასწრაფოში დაარეკეთ. მე ჩემი მანქანით წამოვა. ეხლა მთელი თბილისი გაიგებს ამ ამბავს და ამ ქალის ცუდად გახდომას ჩვენ დაგვაბრალებენ. კაი რა, ჩვენ რა შუაში ვართ. ჩვენ არაფერ შუაში ვართ, მაგრამ ხო იცი ხალხს ალაპარაკო მიეცი და შეგვეთებით მოიკლებს. ან საერთოდ აღარ გვექნება. წამოდი შევიდეთ მივალაგოთ იქაურობა. რაღაცას გეტყვი ახლა და არ გაგიჟდე, კაი? ხომ შვიდობა. დიტომროსიები გააკეთა შემცირების შემცხარ იქ. რა? სირს უნდა შევხვდე ხო ეს? ბოლოში დამანები თავი რა. სად გარბი ხო? სად გარბი რო კი ხელი გამიშვი. ეს ჩვენი ჯიგარი ბრიგადის წევრები, მთელი დღე მანქანებს ამუშავებენ ჩვენ ტექნიკას, ჩვენივე საქმეზე და ღამე ამუშავებენ ლევად. ანუ ტვირთავენ მანქანებს და დადიან აქეთ-იქით რა. ბავშვი ანონიმურად რო წერო. ისე ეგრე მირჩევნი რაღაც თავისუფლად დავწერა რაღაცებს. მოკლედ გადაწყვეტილია რა. იცი რა გამოხმაურება მოყვება? მე თავიდანვე მქონდა ეჭვი დამაგებელს. მუშაობ ყუბინო შესაბამის სამსახურებს. და დავიჭირო.